არასწორი იქნებოდა სამართლიანობის აღდგენა დავიყვანოთ მხოლოდ ერთ ასპექტამდე, რომელიც არის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა და ვიღაცების ციხეში ჩასმა. სამართლიანობის აღდგენა იმ ტოტალურ უსამართლობაში, რაშიც 9 წელი ვიცხოვეთ, არის გაცილებით უფრო ფართე ცნება. სამართლიანობა პატიმრებთან მიმართებაში 50 თუ არა 40%-ით მაინც არის უკვე აღდგენილი. ჩვენ მოვედით ბატონ სოზარს რო ჩაბარდა ციხეები, მან იქნახა 23,000-ზე მეტი პატიმარი. დღეს 10,000 პატიმარი ყავს საქართველოს. დიდი მასშტაბური ამნისტია გამოცხადდა, რაც არ უნდა ითვლებოდეს, რომ 3-4 კაცი არ იმსახურებდა ამნისტირებას, იმდენი იმსახურებდა და იმდენს მიეგო სამართალი, რაც ეკუთვნოდა ამნისტიის შედეგად, რომ არ შეიძლება იმ 3-4 ადამიანზე კეთდებოდ ეს აქცენტი, ვინც შეიძლება შეცდომაში სავარაუდოდ მოყვა. სამართლიანობა გულისხმობს იმასაც, რომ მაგალითად აღდგნენ სამსახურში, სადაც ეს შესაძლებელია, ის მასწავლებლები მაგალითად, ვინც პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული. ამაზე სპეციალური კომისია შექმნა განათლების მინისტრმა, რომელიც აქტიურად მუშაობს. საჯარო რეესტრი ვახსენე, სადაც შეჩერებული იყო უამრავი საკუთრების დარეგისტრირება უსამართლოდ. ეს გასწორდა და მალე ივნისში დასრულდება ეს პროცესი. ანუ ის, რაც ხმაურიანი თემა არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი მოსამართლე თავის ზურგზე გამოცდის, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება. ეხლა ჩვენ გვსაყვედურობენ ბევრს და განსაკუთრებით მთავარ პროკურორს იმას, რომ არ ჩაყარეთ ეს, ასე ვთქვათ, ბობოლები დავარქვათ პირობითად ციხეში, რომლებმაც გაგვამწარეს 9 წელიწადი. ეს რა თქმა უნდა არის საფუძვლიანი პრეტენზია. ნელი ტემპით მიდის ეს წეღან არ ვახსენეთ ყვილად, რომ ხშირად ჩხუბობ მეთქი ამ თემაზე, რომ უფრო სწრაფად უნდა წავიდეს ეს პროცესი. არ შეიძლება რომ როდესაც მოქალაქე უჩივის პროკურორს, იმ პროკურორთან მოხდეს ეს საჩივარ, ეს არის წარმოუდგენელი რამა, ეხლაც რომ ამაზე ვლაპარაკობ. ეს კაზუსია, ეს ძალიან დიდი კაზუსია, რა თქმა უნდა. ეს არის სისტემატური. ეხლა ამან იკლო, იმიტომ რომ არჩილ კბილაშვილის მიერ და ჩემი დაჟინებით და მისი დაჟინებით არაერთხელ მიცემული ინსტრუქციის მეც ბევრჯერ ამიღია ტელეფონი და რაიონის პროკურორისთვის დამირეკავს, არახელმძღვანელისთვის, რიგითი პროკურორისთვის და მიკითხავს, აი ეს თქვენ რაც გააკეთეთ, თქვენ გიჩივის და თქვენ რო იხილავთ, მოგწონთ. პასუხი არ აქვთ. ისინი მიჩვეული არიან სხვანაირი ტიპის მუშაობას. კადრები ცალსაღად არის დასაწმენდი. დღეს საქართველოს პროკურატურა არის მძიმე დავად. ამას 7 თვე არ ეყოფოდა, უფრო სწრაფი ტემპით შეიძლებოდა მუშაობა, მე რომ ყოფილიყავი მთავარი პროკურორი და იმედია ბატონი არჩილი ამას არ მიწყენს, მაგრამ მიდის იმ ტემპით, რა ტემპითაც ის თulis რომ ეს საჭიროა და დარწმუნებულია რომ ის არის მართალი, იმიტომ რომ მას აქვს, ასე ვთქვათ, მაზუთში ხელი ჩაყოფილი და არა მე. მაგრამ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ის ადამიანები, ვინც ჩაიდინა დანაშაული, აუცილებლად იქნებიან იდენტიფიცირებული და სასჯელს მოიხდიან და მხოლოდ შემდეგ უნდა ჩვენ დავიწყოთ დაბალ რგოლებზე ამნისტიაზე საუბარი.